ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს, იმედით, რომ შემდგომი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აღიარა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს. კითხვა მაქვს, ამგვარი როგორ გონიათ, ვინ არის ამ სიტყვების ავტორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მაგრამ კითხვა მაქვს მეორეც, გულახდილად გეტყვით. ამ ხნის განმავლობაში, რაც აღიარა ვენესუელის ლიდერმა და ხელისუფლებამ, ყოფილმა ლიდერმა და ხელისუფლებამ, ანუ მადურომ და მისმა ხელისუფლებამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონი ქართული ოცნების მმართველობას, ხელისუფლებას ამ 12-13 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ მიუმართავს ვენესუელის მაშინდელი მადუროს ხელისუფლების თვის აღიარების უკან წაღების თაობაზე. პასუხი მარტივია პრინციპში გაადვილად გამოსაცნობია პასუხი, არა, არც ერთხელ რამდენი საგარეო მინისტრი არ მოიცვალა, ქართულმა ოცნებამ, შეგვიძლია ყველა მათგანი გავიხსენოთ პრინციპში, მომინდომოთ და გავიხსენოთ, რომელიც არც ზალკალიანს, არც დარჩიაშვილს, არც მანამდელ მინისტრებს, არც მინისტრს ბოჭორიშვილს და სხვებს არც ერთხელ არ ოფიციალურად არ გაუგზავნიათ წერილი ვენესუელაში აღიარების გაუქმების თაობას. არ ნიშნავს ეს იმას, რომ მადურო გააუქმებდა, მაგრამ ამგვარი წერილებით კი უნდა შეაწუხო ხოლმე ის ქვეყნები ან ის ხელისუფლებები, რომლებმაც მიიღეს ესოდენ მძიმე გადაწყვეტილება. ეს არ არის მთავარი სალაპარაკო, გულახდილად გეტყვით, თუმცა ერთი რეპლიკაც, ერთია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდსა და სოციალური მედიის გვერდზე, აგრეთვე პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული ეს სტატუსი, ეს ტექსტი, მაგრამ ახლა მიმართა თუ არა და კარგი თუ არ მიმართა არც ახლა, აპირებს თუ არა ოფიციალურად კვლავ ვიმეორებ საგარეო საქმეთა X-ზე გამოქვეყნებას კი არა. ეს ერთი ამბავია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ოფიციალურად მიმართვას უკვე მომავალში იმ პოლიტიკური ჯგუფებისათვის, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ უთუოდ დაიწყებენ თავდაპირველად ალბათ ამერიკელებთან ერთად, მაგრამ უკვე შემდგომ დამოუკიდებლადაც განაგრძობენ ვენესუელის მართვას, ხელმძღვანელობას, ჩატარდება მერე როცა იქნება არჩევნები და ასე შემდეგ. მოკლედ, მარტივად რო ვილაპარაკოთ, ბოჭორიშვილი მაკა საგარეო უწყების ხელმძღვანელს ვენესუელისა მიმართავს თუ არა დიპლომატიური ხაზით, მოთხოვნით, თხოვნით, წერილით და ასე შემდეგ დასაბუთებით და ასე შემდეგ მომავალში. და მე გეტყვით, რომ მაღალი ალბათობით არა. აქედან გამომდინარე, ვინც ჟივილხივილი ატეხა იმასთან დაკავშირებით ქართული ოცნების მომხრეებმა პირველ ყოვლისა, რომ რა კარგად მოიქცაო, ხო, კარგად მოიქცა საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე ეს ტექსტი გამოაქვეყნა, თუმცა ეს ტექსტი საბოლოო ჯამში მაინც ნაკლოვანია და გეტყვით რატომ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს. არც ერთი სიტყვა არ არის თქმული მადუროზე, არც ერთი სიტყვა არ არის თქმული მადუროზე როგორც დიქტატორზე, არც ერთი სიტყვა არ არის თქმული შეერთებული შტატების მიერ ჩატარებულ ბრწყინვალე, მართლაც უპრეცედენტო და ბრწყინვალე ოპერაციაზე, არც ერთი სიტყვა არ არის თქმული, რომ დიქტატურა როგორც ასეთი არ დასრულებულა ბოლომდე, მაგრამ ასასრულისკენ მიდის ვენესუელაში. არც ერთი სიტყვა არ არის თქმული, რომ მადურო ასეთი ფორმით იყო დაკავებული და არ მიესალმა საგარეო უწყება და შესაბამისად მთავრობა, უბრალოდ საგარეო უწყებად წოდებული და მთავრობად წოდებული ჯგუფი ქართული ოცნებისა ამ პროცესებს ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს, ამას ნებისმიერი 58 ხარისხოვანი სახელმწიფოს კი ამბობს ან წარმოთქვამს რა და ევროპული სახელმწიფოები უკლებლივ ყველა მეთქი ასე გეტყვით და არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირში არიან, არამედ ის სახელმწიფოებიც, რომლებიც ევროკავშირთან არიან ან ევროკავშირის გზაზე არიან, გაცილებით თამამები, გაცილებით მკვეთრები და გაცილებით სწორები, შესაბამისად სწორები არიან ამ მოვლენების შეფასებისას და
მოდი ასე ვიტყვი, აქებენ თუ გნებავთ ასე ვიტყვი შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს და საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას იმისა და გამო, რაც მათ გააკეთეს, რაც მათ მოახერხეს ვენესუელაში, მართლაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, უპრეცედენტო იყო ის სამხედრო ოპერაცია, რომელიც ჩაატარა შეერთებულმა შტატებმა და რომელსაც ატარებს კიდეც ისი თქვენ, რომ შეერთებული შტატები ვიდრე ვენესუელაში პროცესების დასრულებამდე და დემოკრატიული ნახეთ როგორ წერია და წავიკითხავ ახლა თქვენის ნებართვით ხო დარჩება მანამ სანამ და ეგ უკვე მარკო რუბიოს არა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს ჩავიკითხავ და თარგმნი კიდეც we are going to run the country until ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის მართვას, ანუ ვენესუელის მართვას, მანამ სანამ შესაძლებელი გახდება უსაფრთხო, სწორი და გონივრული გარდამავალი პროცესი. ანუ ეს მოსაზრება, რომ ვენესუელას მართავს თავიდან ბოლომდე შეერთებული შტატები აწდა მარადის და უკუნითი უგულისამდე, ხო, არასწორია, ტრამპი ამბობს ძალიან ნათლად, რომ ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის მართვას მანამ, სანამ შესაძლებელი გახდება უსაფრთხო, სწორი და გონივრული გარდამავალი პროცესიო. გარდამავალ პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე არ ვიცი, საბოლოო ჯამში არც არავინ არ იცის, მადუროს ხელისუფლების ის ნარჩენები, რომლებიც არიან დღესაც ვენესუელაში, რომლებიც მართავენ დე იურე ამ ქვეყანას, ისინი ითანამშრომლებენ თუ არა შეერთებულ შტატებთან სწორედ ამ გარდამავალ პერიოდში და დანიშნავენ თუ არა არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს, როცა იქნება მაშინ და რაც მალე ჩატარდება, ვინც უფრო კარგია სწორედ ვენესუელისათვის, ესეც უნდა ვთქვათ. შემდეგი აბზაცი ჩვენ გვინდა მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა ვენესუელის დიდი ხალხისათვის. ეს ნიშნავს, ეს წინადადებაც ნიშნავს იმას, რომ არავინ ოკუპაციას და 51 შტატად მიერთებას ვენესუელისა რა საკვირველი არ აპირებს, სხვადასხვა დამოუკიდებლად იმისა, ვის რა წასწდება, ხოლმისა სიტყვა წასწდება, ან რუკის გამოქვეყნების სურვილი გაუჩნდება ტვიტზე, X-ზე, პლატფორმა X-ზე, იქ იყო რა საკვირველი რამდენიმე სახელმწიფო პირის ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო პირის ფრიად ცოტა უხერხული ან გარკვეულ ფრიად უხერხული პოსტები, რუკები გამოქვეყნებული და ასე შემდეგ, მაგრამ ოფიციალურ პოზიციას მაინც ახმიანებს პრეზიდენტი ტრამპი. We cannot take ჩვენ არ გავრისკავთ, რომ ვენესუელა ჩაიბაროს ვინმემ, ვისაც ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა გულში არ აქვს, ანუ გულით არ ატარებს. დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები ვერ დაუშვებს იმას, რომ ვენესუელა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიუბრუნდეს იმ ბრწყალებში ტრადიციებს, იმ გზას ყოველ შემთხვევაში, რომელსაც ატარებდა ნიკოლას მადურო. შემდეგი აბზაცი საინტერესოა. ჩვენ იქ უკვე ვართ და დავრჩებით, მანამ პრინციპში იმეორებს პრეზიდენტი ტრამპი, სანამ სათანადო გარდამავალი პროცესი არ განხორციელდება, ანუ დემოკრატიული არჩევნებით არ მოვა ვინმე ხელისუფლებაში. კიდევ ერთი აბზაცი, არსებითად ჩვენ მართავთ მას მანამ აზრის გამეორება, სანამ სათანადო გარდამავალი პროცესი არ მოხდება. კიდევ ერთი აბზაცი, როგორც ყველასთვის ცნობილია, ვენესუელაში ნავთობის ბიზნესი ჩაშლილია და ჩვენ ძალიან დიდი ამერიკული ნავთობკომპანიები შევლენ მილიარდებს დახარჯავენ, იმიტომ რომ განადგურებული ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი მაინც აღადგენენ ძლიერ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, ამას ამბობს პრეზიდენტ ტრამპი და დაიწყებენ ქვეყნისათვის შემოსავლის შექმნას და ბევრმა წაიკითხა, რომ იგულისხმება შეერთებული შტატებისათვის შემოსავლის შექმნა, მაგრამ ასე არ არის. And start making money for the country. არ იგულისხმება მაინც და მაინც მხოლოდ შეერთებული შტატები, ცხადი ამერიკული კომპანიები, გამოცდილი კომპანიები თუ შევლენ და შევლენ ისინი ვენესუელაში. ვენესუელა რომ ვიცოდით, მაინც დაახლოებით მსოფლიო ნავთობის 30-35%, შესაძლოა მეტსაც კი აკონტროლის მარაგები ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდია ნავთობისა. იქ არის რაღაც სხვაობები, ანუ როგორი ნავთობია და ასე შემდეგ, ამიტომ ამაზე ახლა თქვენის ნებართვით არ ჩავიციკლები. ეს არ არის იოლი პროცესი, აღდგენასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება და ყველაზე ესეთი პესიმისტური თუ გნებავთ ასე ვიტყვი დათვლებით 2 წელიწადში მოხდება ვენესუელო ყველაზე პესიმისტური დათვლებით ვენესუელის ნავთობის ბაზარზე დაბრუნება და შესაბამისად თუ ვენესუელის ნავთობი ბაზარზე გაჩნდება იმ ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული, შესაბამისად ჩამოვარდება ნავთობის ფასი. ეს ბაშოვის ძალიან საინტერესოა რუსეთის კონტექსტში, რამდენი წელი აპირებს თუ აგრძელებს თუ შეძლებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას.
მან იცით თქვენ რომ რეალურად ვერ წაიწია წინ 2025 წლის განმავლობაში 2025 წლის ჩათვლით 22 და 25-ის ჩათვლით ვერ წაიწია წინ რუსეთისთვის ძალიან მომაკვდინებელია ნავთობის ფასი თუნდაც 2 წელიწადში რეალურად ეს არის მაქსიმუმი თუ ჩამოვა ქვემოთ და რუსეთის ალტერნატივებით შეიქმნება მსოფლიოსათვის იმ ქვეყნებისათვის რომლებიც განსაკუთრებით სჭირდება ნავთობი. ეხლა ამ ყველაფერზე მე გავამახვილე ყურადღება იმიტომაც რომ პრინციპში მაინც ვლაპარაკობთ ჩვენ არა მხოლოდ ვენესუელაზე, არამედ ვსაუბრობთ და უნდა ვისაუბროთ სწორედაც რომ საქართველოს როგორი პოზიცია აქვს ამ ვენესუელის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ყველაზე იმ შემთხვევაშიც კი თუ არ არის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება დაკავშირებული რუსეთთან და თუ არ არის ამ დაშვებით ვლაპარაკობთ, თუმცა რასაკვირველი არის, მაგრამ ერთ სხვა თეორია განვამითანოთ, არა ადეკვატური ნებისმიერ შემთხვევაში არის. ახლა კი არა საერთოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ რაც უფრო ხმადაბალი ხარ, მით უფრო ჩასაყალაპი ხარ, მით უფრო იმგვარი ქვეყანა ხარ, რომელსაც გაანადგურებს რასაკვირველია პირველ ყოვლისა კი არა რასაკვირველია მხოლოდ რუსეთი და აი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ აირჩია ეს ჩუმად ყოფნის, არახმამაღლა ყოფნის სტრატეგია, რაც მას აბსოლუტურად მოწყვეტ ქვეყანას, საქართველოს მოწყვეტ ქვეყანად აქცევს. რუსეთისთვის არის სწორი, რუსეთისთვის არის სასარგებლო ამგვარი შუაშისტური მეთქი ასე ვიტყვი, განცხადებების გაკეთება ვენესუელთან დაკავშირებით, ან საერთოდ ამგვარი არასწორი, რბილი თბილი და ვითომ არავისთვის გამაღიზიანებელი პოლიტიკის წარმოება. შენ უნდა იყო ხმამაღალი, შენ უნდა ყავდეს პარტნიორები შეერთებულ შტატებში პირველ ყოვლისა, შენ უნდა ეუბნებოდე მსოფლიოს ახლა რომ აი უკრაინასთან რასაც აკეთებს უკრაინასთან იმართებაში რასაც აკეთებს რუსეთი პრინციპში იგივე გაგიკეთა შენ 2008-ში და მანამდეც და უკვე შემდგომ 2008-ის შემდგომ პერიოდშიც და რაღაცნაირად უნდა მოხდე იმ ერთ პაკეტში, იმიტომ რომ შენს ხარ გენოციდის, ეთნიკური წმენდის მსხვერპლი შენი მოქალაქეები და კომპენსაციას, რეპარაციას და ასე შემდეგ შენს უნდა ითხოვდნენ. აი ესენი კი კლავაც ეთამაშები არ ქვეყანას, რომელიც რეალურად კარგავს გავლენებს, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკას გულისხმობ ეხლა და კონკრეტულად ვენესუელას, არამედ მთლიანად რეგიონში კარგავს გავლენებს, იცით თქვენ რომ ირანის ბირთვული პროგრამა გაჩერებულია, იცით თქვენ რომ სირიაში აღარ არსებობს რუსეთის პროქსი, რუსეთისთვის სასარგებლო მთავრობა ასადის სახით, იცით თქვენ რომ ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად შემცირებულია, შესუსტებულია რუსული ინტერესები და ეს სასაკვირველია ძალიან კარგია ფართო გაგებით რეგიონისათვის და მათ შორის ჩვენთვისაც როგორც ქვეყნისთვის, მაგრამ ამ ყველაფრის გამოყენებაც უნდა, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებისთან სრული ურთიერთობის და გების კონტექსტში შენ უნდა ინვესტიციები ჩაადებინო ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს, ასევე თურქეთს, რასაკვირველია და ასე შემდეგ და შენც უნდა ჩადო ინვესტიციები, რომ შენი შუა დერეფანი იყოს მძლავრი და ესენი კი გვაზეიმებენ იმას, რომ რაღაცა 8 წლიანი თუ 7 წლიანი საქმიანობის შედეგად ძლივს გამართეს ეს ავტობანი, რაც კარგია, რასაკვირველია, მაგრამ აი უკვე ამის შემდგომ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გამარტივდეს ლოჯისტიკა, როგორ უნდა გაკეთდეს გარკვეული საქართველოს, როგორ უნდა გახდეს ჰაბი სახელმწიფო რეალურად, როგორ უნდა გატრანსფორმირდეს და გადაამკეთდეს ევროპულ სტანდარტებზე, გადაკეთდეს საქართველოს რკინიგზა და ამას და ასე შემდეგ, ესენი არაფერს ამბობენ და ასაკვირველი არაფერს ამბობენ ანაკლიაზეც კი იქადნებოდნენ რომ ჩინელები შემოიყვანეს, მაგრამ სად არიან ეს ჩინელები, კარგად არ მესმის და აქვე გაგახსენებთ იმასაც, რომ 2026 წლის ბიუჯეტში ანაკლია ხო ჩვენი პროექტია და ანაკლია ხო უნდა აშენოს საქართველოს მთავრობამ ჩინელებთან ერთად, სულ რაღაც 50 მილიონი ლარი გაითვალისწინეს 2026 წლის პროექტში ანაკლიის სპორტისათვის კატასტროფაა, რომ ვიცოდეთ 50 მილიონი, 18 მილიონი დოლარი არაფერს არ ეყოფა, მეთქი ასე ვიტყვი ჩვენ ყოველწლიურად, აი არ ვიცი, რა უნდა თქვა, 180-200 მილიონს უნდა მეტს ლარს, ხო, თუნდაც ლარს უნდა ვანხორციელებდეთ ამ თანხის ინვესტიციას ანაკლიაში და ესეც ცოტაა გაცილებით მეც და ამასობაში ისევ გავიხსენებ იმას, რომ 1.5 მილიარდი დაკარგეს ამათმა 3-4 წლის განმავლობაში მათ უნდა გადაიხადონ თანხა
გადაუხადონ თანხა თურქებს და რუსებს იმის გამო რომ ცალკე ღარიბაშვილმა და ცალკე კალაძე მოკლედ ორივე ბანდიტმა არასწორი ხელშეკრულებები გააფორმა და თურქები კი გააგდო საერთოდაც ბაზრიდან, იმიტომ კი არა რომ დავახვანი ხესის მე რაღაც მომწონდა რა ვიღაც არ მოსწონდა რა ის ტყუანი იყო და მე მართალი ვიყავი ეს ხო ცხადზე ცხადია რომ მე ჩემი მოსაზრებით მართალი ვიყავი, მაგრამ ამ კუთხით არ განვიხილავ ჩემი და იმ ჩემი ოპონენტის ქვეყანას რეალურად $400 მილიონ 400 მილიონ დოლარს აკარგინებს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობის ცალკეული ის ძველი გადაწყვეტილებები და $1.5 მილიარდი ლარი უნდა გადავიხადოთ ჩვენ სასამართლო არბიტრაჟების გადაწყვეტილებათა შესაბამისად თურქებისათვის და რუსებისათვის. იქით უნდა ვსთხოვდეთ რუსებს ფულს ბევრ საკითხში და იქით ვუხდით თანხას $140 მილიონ კონკრეტულად რუსებს თუ მაინც და მაინც ამაზე ვისაუბრებთ. ეხლა კიდევ ერთი საკითხის შუად ერეფანთან დაკავშირებით მინდოდა ერთი საკითხის წინ წამოწევა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი არის კარგად გავიგოთ, რომ საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა ამ სიტუაციითაც კი ვერ სარგებლობს და არ ცდილობს, რომ მეტი ამერიკა შემოვიდეს რეგიონში, რომ ვიცოდეთ, არადა მეტი დასავლეთი ევროკავშირის ჩათვლით, ბრიტანეთის ჩათვლის და ასაკვირველია მთავარ მოთამაშეებს მსოფლიოსი მეტი ამერიკა რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აქვე დავსვამ ერთ პრინციპულ კითხვას თქვენ იცით რომ გასულ წელს ჩატარდა Agile Spirit-ი, მტკიცე სული, ასეთი წვრთნები, როგორ ჩატარდა ამაზე არ ვილაპარაკოთ, მასშტაბური წვრთნები იყო, თუმცა საქართველოს სამხედრო უწყების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა პრაქტიკულად არ დასწრებია და მით უფრო აღმასრულებელი ხელისუფლების უფრო მაღალი ჩინები ამ წვრთნებს და ეს ძალიან ცუდი ამბავია, იმიტომ რომ ამერიკელები შენ პრინციპში გეუბნებიან რომ შენ პარტნიორი ხარ ყველაფრის მიუხედავად და შენს უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნებ. ეს იყო მრავალკომპონენტიანი და მრავალეროვნული წვრთნები. მაგრამ ახლა დავსვავ კითხვას, Agile Spirit-ი ერთია და Nobel Partner-ი ჩატარდება თუ არა 2026 წელს. მე მომივიდა გუშინ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა წოდებული ბანდა პრინციპში არ არის მაინც და მაინც დიდი მსურველი იმისა, რომ უფრო მასშტაბური წვრთნები ჩატარდეს. თქვენ იცნობთ თუ რამ ინფორმაციაა, მე არ დამისერჩავს აქამდე თუ რამ ინფორმაციაა ინტერნეტში ეხლავე დავსერჩავ თქვენ Nobel 2026 ალბათ ასე უნდა დავსერჩო. ესე იგი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში, რომელიც სადავო პარლამენტმა 10 დეკემბერს დაამტკიცა, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელთან შედარებით 160 მილიონი ლარით არის გაზრდილი და ესე იგი თავდაცვის ხარჯი და არაფერი არ ხდება თავდაცვის ხარჯების სამეზობლოში, ხო, Nobel Partner-ზე როგორც ასეთი არ არის არაფერი განსაკუთრებული, როგორც მე ვხედავ. 5 დღის წინ ერთი ინფორმაცია გაჩენილა თქვენის ნებართვით, ამასაც ჩავიკითხავ, მაგრამ not found მაჩვენა, პარემ გეტყვით ერთ-ერთი უცხოური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს უნდა ყოფილიყო Nobel Partner 4 დღის წინ კიდევ ამასაც ვნახავ თქვენის ნებართვით. გახსნის თუ არა ვნახოთ, ეს ვიხდი. ბოდიში გაიხსნა და გეტყვით ხა რაც ხდება აქ. ესე იგი გაიხსნა. Army European Africa Cooperative training areas in Georgia. Vaziani და ნორიო აქცერია რომ პრინციპში გაიმართება ეს ღირსეული პარტნიორი, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს მთავრობა დიდად არ
ეშურება ამ პროექტის განხორციელებას, თუმცა ამერიკელებმა თუ მოინდომეს, სასაკურველია ეს წვნებიც ჩატარდება. ბარემ თქვათ ესეც. ხო. და კიდევ რასაკვირველია მე მივესალმები იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა დახმარება სწორედ თავდაცვის უწყებაში 10 ოფიციალურად და ფორმალურად 10 მილიონი დოლარი ფიგურირებს. ეს ნაბადებითი დასტურია იმისა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს არ ტოვებს ამ მძიმე პირობებში, უბრალოდ საქართველოს მთავრობას წოდებული პანდაც ადეკვატური უნდა იყოს და თავადაც უნდა ხარჯავდეს ფულს ბარემ ვიტყვი, მათ შორის უწყებაში, თავდაცვის უწყებაში და არ უნდა იზრდებოდეს ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა, კი გითხარით, მაგრამ აი მაგალითად უყურეთ 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ სტაზია გაანგარიშებული, თუმცა საშუალებებადიან პერიოდში ფინანსთა სამინისტროს პროგნოზი 5.3% შეადგენს. შემოსავლები და თავდაცვის ხარჯი 2026 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია $1.890 მილიონი, 2025 წელს $1.730 მილიონი იყო, 26 წელს გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა და ასე შემდეგ, მაგრამ არსად პრაქტიკულად როგორც მე ვხვდები, არ წერია თავდაცვის ხარჯების გაზრდა მაგალითად შეიარაღების შესყიდვა და ასე შემდეგ. ამასობაში აზერბაიჯანი გეგმავს, რომ 26 წელს ქვეყნის თავდაცვის ცნობიერების განსაკუთრებად ბიუჯეტის 21% დახარჯოს, რაც სახელმწიფოს მშპ-ის არადა გადაწყვეტილი აქვს მის ძირითადი ამოცანები აზერბაიჯანს მშპ-ის დაახლოებით კლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6.5%-ია, ჩვენ არასრული 2% გვაქვს ბარემ ვიტყვი, სომხეთის ხარჯი შედარებით შემცირებულია, მაგრამ სხვადასხვა წყაროს თანახმად თვლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში დაახლოებით 4.7%-ს უტოლდება. და გასახსენებელია ის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აქტიურობის შედეგად ნატოს ქვეყნები ჰააგის სამიტზე შეთანხმდნენ ნიდერლანდებში, რომ თავდაცვის ბიუჯეტების მშპ-ს თლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გააზრდნენ, ჩვენთან კი კვლავ მეორე არასრული 2% არის და ესეც მართქმელი არის. მოკლედ საქართველოს მთავრობა არაადეკვატურია, რამდენიც აუდა იკე კლუცოს მაკაბოჭორიშვილმა X პლატფორმაზე და არასრული, არაკარგი, არასაუკეთესო განცხადებები გააკეთოს ვენესუელასთან მიმართებაში. არათამამი განცხადებებია ეს, სუსტი განცხადებებია პრინციპში, რომ ვიცოდეთ და ამერიკის შეერთებული შტატების უფრო მეტი და ძლიერი მხარდაჭერა ჩვენს გვჭირდება და ჩვენც უნდა დაუჭიროთ ამ ბრწყინვალე ქვეყანას მხარე. ნახვამდის.